სტუდენტებს იუსტიციის სახლში ID ბარათების დამზადება უფასოდ აღარ შეუძლიათ. იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებისთვის ახალი შემოთავაზება არსებობს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სტუდენტს ID ბარათის აღება 30 ლარის ნაცვლად 20 ლარად შეიძლება. ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი თამარ სამსონი აღნიშნავს, რომ გასულ წელს სტუდენტებს ID ბარათის ხელმეორებით აღება ასევე უფასოდ შეეძლოთ. წელს კი მათ ეს მომსახურება 10%-იანი ფასდაკლებით 27 ლარად შეეძლებათ. ID ბარათის აღების პროცედურების გაძვირებით უკმაყოფილოები არიან სტუდენტები. ისინი ფიქრობენ, რომ ახალგაზრდებისთვის საშეღავათო სისტემები უნდა უმჯობესდებოდეს და არა პირიქით. სტუდენტების აზრით მომსახურების გაძვირება ბევრ მათგანს პრობლემას შეუქმნის. სტუდენტებისთვის მგონი არ უნდა იყოს კარგი შედეგები, იმიტომ რომ ზოგიერთ სტუდენტს სერვისის არ აქვს ფული. ID ბარათში თუ 20 ლარს გადაიხდეს, შეიძლება ბევრმა ვერ აიღოს რა მაგისგან. შემშელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება უფრო საერთოდ რო უფასო იყოს და არავითარი გადასტურება. ცუდია რომ ფასი დაედო სტუდენტებისთვის ეს ალბათ შვილი თუ არა მაინც სტუდენტი ხარ და რაღაც საშუალება არ გაქვს და კარგი იქნება თუ ისე უფასო იქნება სტუდენტებისთვის. 20 ლარი შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ სტუდენტისთვის და დღესდღეობით ცხოვრებაში სტუდენტისთვის ძალიან დიდი ფულია. გასულ წელს ID ბარათებით, სტუდენტური ID ბარათებით სარგებლობდნენ ჩვენი სტუდენტები და მათ უმზადებდათ იუსტიციის სახლები სრულიად უფასოდ ამ ID ბარათს. უკვე წელს გვაქვს მათთვის ახალი პირობა და შესაბამისად მათ მხოლოდ 20 ლარის გადახდა ნაცვლად 30 ლარის, რომელსაც იხდის აბსოლუტურად ყველა მოქალაქე ID-ს ამზადების შემთხვევაში. იხდის სტუდენტები მხოლოდ 20 ლარს და ასევე მათ სრულიად უფასოდ უმზადებათ ფოტოსურათი. თუ სტუდენტი უკვე თავის სურვილისამებრ მეორედ დაამზადებს სტუდენტურ ID ბარათს, იქნება ის დაკარგვის შემთხვევაში თუ უბრალოდ მაგალითად ფოტო არ მოწევს და უნდა შეცვლა. ამ შემთხვევაში მას მოუწევს 27 ლარის გადახდა.